საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ქართული ოცნების მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი იქნება არა მმართველობით სისტემაში შეცდომების პოვლისა და გამოსწორებისთვის, არამედ მათი პრევენციისთვის. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყება მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. ავიაკომპანია iFly-ში ამბობენ, რომ რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების შესრულებისთვის ემზადებიან. TBC კაპიტალის შეფასებით ბოლო 6 წელში კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 29%-ით 2,5 მილიარდამდე გაიზარდა. ყველაზე დიდ ოქროს რეზერვს 8133 ტონას შეერთებული შტატები ფლობს. საერთო ჯამში ცენტრალური ბანკების მფლობელობაში 32,000 ტონა ოქროა აკუმულირებული, რომლის საბაზრო შეფასება $2,5 ტრილიონ შეადგენს. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჭოხაძე გაგაცნობთ. საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, რომ ბიზნესის მხრიდან სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა სამშენებლო სექტორიდან ფიქსირდება. თუმცა ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალიზინგო ბაზრის უფრო სწრაფად განვითარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ქონების გადასახადის და დღგ-ის ნაწილში. როგორ ვითარდება საქართველოში სალიზინგო ბაზარი და რა სჭირდება დარგს სწრაფი ზრდისთვის. თუმცა შუბაშვილი ესაუბრა სალიზინგო კომპანიების წარმომადგენლებს და თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები. სალიზინგო კომპანიების ასოციაციის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სალიზინგო სექტორის პორტფელი 725 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურად დაახლოებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ბაზრის სტრუქტურას, კორპორატიული მიმართულებით სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურებულია სამშენებლო სექტორის მხრიდან, როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეს სექტორი სწრაფად იზრდება, არაერთი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული კომპანია მანქანა დანადგარის ტექნიკის შესაძლებლად სწორედ ლიზინგის პროდუქტს იყენებს. ამასთან, როგორც ირკვევა, გასულ წელს კომპანიებმა ახალი ტიპის პროდუქტიც დანერგეს, როგორიცაა კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი, რადგან მოთხოვნა ასევე მზარდია. რაც შეეხება საცალო მიმართულებას, ამ მიმართულებით უფრო მეტ ყველაზე აქტიური არის ავტოლიზინგი. მნიშვნელოვანი და რაც არის ეს არის უძრავი ქონების ლიზინგის შემოსვლა ბაზარზე, რომელიც წინა წელს დაიწყო და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პორტფელის ზრდაზეც. პრინციპში ძირითადად ეხება კომერციული ტიპის უძრავ ქონებას, თუმცა ბაზრისთვის რეალურად ეს ახალი იყო და ძალიან საინტერესო პროდუქტი დაინერგა სექტორში. ასევე რა თქმა უნდა ტრადიციული სალიზინგო სექტორები, როგორიც იყო სამშენებლო მიმართულება, სამედიცინო მიმართულება, წარმოება ისევ აგრძელებენ იმ ტენდენციით ზრდას, რომელიც ჰქონდათ და მნიშვნელოვანი აქცვლება პრინციპში არ ყოფილა. კარგი ის გვაქვს, რომ თუ აქამდე ვთქვათ, კომპანიები ძირითადად სთავაზობდნენ მხოლოდ კორპორატიულ და მედიუმ სეგმენტს, ასე რომ ვთქვათ, რამდენიმე წელია უკვე ბაზარზე შემოვიდა ისეთი კომპანიები, რომლებიც მიკრო და SME სეგმენტს სთავაზობს ლიზინგს და ანუ ფაქტობრივად ყველა სეგმენტისთვის, ბიზნესისთვის და ყველა მეწარმესთვის არის ხელმისაწვდომი ეს პროდუქტი. ბოლო 2-3 წელია, რაც ნელ-ნელა ავითარებს, ესე ვთქვათ, პორტფელი ვითარდება და ძირითადი მიმართულებები, რომელიც აქტიურად სარგებლობს ლიზინგის პროდუქტით, ეს არის მშენებლობის სექტორი და დანარჩენი წარმოების სექტორი. ყველა ეს მიმართულება, სადაც ძირითადად საშუალებებისადმი არის მაღალი მოთხოვნა. ბოლო პერიოდში ეს ზრდის ტემპი ფიქსირდება 20%-ის ფარგლებში, არის ხოლმე კვარტლები, როდესაც 25%-საც აღწევს. ეს კარგი ნიშნულია, ასე შევაფასებდი. თუმცა ჯამურად რომ შევაფასოთ საქართველოს ეკონომიკა, ძალიან დიდი ესე ვთქვათ დერეფანი არსებობს იმისთვის, რომ ზრდა 25%-ზე მეტი იყოს, 30-35-ით შეიძლება, ვინაიდან ქართული ეკონომიკა საჭიროებს დამატებით ძირითად საშუალებებს, დამატებით ტექნოლოგიებს. რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც აღნიშნა სალიზინგო კომპანიებში, მიაჩნიათ, რომ ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით მაინც განვითარებით საწყის ეტაპზეა და ზრდის უფრო დიდი პოტენციალია სამ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბაზრის უფრო სწრაფად განვითარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებები, კერძოდ ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ ახლა სალიზინგო კომპანიების სხვა კომპანიებისგან ქონების გადასახადის განსხვავებული მოდელით იბეგრებიან, რაც მომხმარებელს ხარჯებს უზრდის, ეს კი საბოლოოდ სალიზინგო პროდუქტებს
გარკვეულწილად ფასს უზრდის და მიმზიდველობას უკარგავს. კიდევ ერთი გამოწვევა დარგის დაღეგეთი დაბეგვრის წესი და განაკვეთია დარგის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სალიზინგო დარგისთვის დაბეგვრის უფრო შეღავათიანი განაკვეთი უნდა მოქმედებდეს, ვიდრე დღეს ზოგადად მოქმედი განაკვეთი 18%-ია. ძალიან ღირებული იქნება თუ დამატებული ღირებულების გადასახადის ტვირთი შემცველი ხდება ლიზინგით დაფინანსებული აქტივების შემთხვევაში, ეს გამოიწვევს პირდაპირ მოტივაციას მეწარმეებში, რომ უფრო მეტ ტექნოლოგიებზე გააკეთონ ფოკუსი და მეტი ძირითადი საშუალებები შეიტანონ თავიანთ აქტივებში, რაც შემდეგ ასე ვთქვათ შედეგებს გამოიწვევს გადაიარაღებას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ხარისხის უკეთესად მართვას. ქონების გადასახადის ცვლილება ეხება ვთქვათ ასე რომ ვთქვათ ადმინისტრების რეჟიმს, ანუ ლიზინგის მიმღებისთვის, უბრალოდ ლიზინგის გამცემისთვის სხვანაირი ტიპის ქონების გადასახადის დაანგარიშების პრინციპი არის საგადასახადო კოდექსში და ზოგადად მეწარმესთვის თავის ქონებაზე სხვანაირი. შესაბამისად, ანუ შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, უფრო მეტ წირს უქმნიდეს კონკრეტულ შემთხვევაში ლიზინგის გით მიღებული ქონების გადასახადი, ვიდრე თქვა თვითონ რო ქონოდა ის ქონების გადასახადი დაანგარიშების ნაწილში. ამიტომ გვინდა რომ მოვიდეს დაახლოებით ერთიანი სისტემაში და კლიენტისთვის და ლიზინგის მიმღებისთვის, ანუ ის საკუთარი მფლობელობა ის საკუთრება იქნებოდა თუ მფლობელობით ლიზინგის მიღება ერთნაირი ტვირთი იყოს. ამ ეტაპზე საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს დაახლოებით 700 მილიონიანი პორტფელიდან უდიდესი წილი ბიზნეს ლიზინგზე მოდის. ასევე კრედიტ-ინფოს საქართველოს მონაცემებით მიმდინარე წლის 1 აპრილისთვის სალიზინგო სექტორს დაახლოებით 22,000 აქტიური მცესხებელი ყავდა. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც სალიზინგო ბაზარზე არსებული ტენდენციები გაგვაცნა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ქართული ოცნების მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისაც 1 კილოგრამი შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. გადასახადის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა, რომლის ფარგლებშიც აგარის შაქრის ქარხანამ მაისის შუა რიცხვებიდან მუშაობა უნდა განაახლოს. რამდენად სწორია საქართველოს პოლიტიკა აგარის შაქართან მიმართებით, როდემდე უნდა ჰქონდეს მთავრობას მეხანძრის როლი ადგილობრივი წარმოების გადარჩენაში და ზოგადად, რამდენად ეფექტიანია სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები. თემაზე საუბარს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან და დარგის სპეციალისტთან გოჩა ცოფურაშვილთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც დღეს საქმის კურსის სტუმარია. მოგესალმებით ბატონო გოჩა, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მინდა შაქრის თემით დავიწყოთ, ამაზე ჩვენ გუშინაც გვქონდა საშუალება რომ შეფასებები გაგვეკეთებინა. თვითონ უშუალოდ პოლიტიკა, პოლიტიკის შეფასება გვინდა, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის ვხედავთ, რომ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, აგარის შაქართან მიმართებით ხშირად იღებს, ასე ვთქვათ, გარკვეული შეღავათების ამოქმედების გადაწყვეტილებას, ვიცით რომ ეს საწარმოწლებია, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებს გარკვეული შეღავათებით. რამდენად სწორია, როგორ ფიქრობთ ეს მიდგომა და სად შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ვითარებიდან? მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანია საერთოდ ამ პროცესში გარკვეულწილად ესეთი კომპლექსური მიდგომები და სხვადასხვა უწყებრივ განხილვების შემდეგ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. წინა პერიოდში პირადი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის ჰქონდა მაშინდელ მინისტრთან, რაც გარდაცვლილ ხადურთან და ჩვენ ძალიან ხშირად ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსის სამინისტროსთან ჰქონდა ხოლმე გარკვეული კონსულტაციები. ეხლა მე ვერ დავადგინე ვერანაირი ინფორმაცია, რომ თქვათ ეს იყო რაღაც შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის თქვენ სწორედ აღნიშნეთ, მეხანძრის როლი გარკვეულ პერიოდებში, გარკვეულ სიტუაციებში, შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, შესაძლებელია მთავრობის ინიციატივით, შემოსავლების სამსახური აკეთებს ასეთ გადაწყვეტილებას. ხომ, აი ჩვენ უმჯობესია ჩაუღრმავდეთ ამ პრობლემას. ამ პრობლემაზე ბევრია ნაფიქრი, ნამუშევარი, თავის დროზე დათვალიერებულიც ეს ობიექტი და დააკვირდით აგარის შაქრის ქარხანა არის ტერიტორიულად აგარაში ისეთ მიკროზონაში, სადაც შესაძლებელი იყო თავის დროზე ნედლეული ყოფილიყო. შესწავლილია ეს ზონა, მის გარშემო შაქრის ჭარხალი მოდის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რამოდენიმე გექტარი ექცეოდა, ასე თქვათ, ამ ნათესებში და თუმცა რატომ არ განხორციელდა მაშინ იყო აქტიური საუბრები? ნახეთ, როცა გაიყიდა ეს 2010 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ იყიდა საკმაოდ ცნობილმა დიდმა ჰოლდინგმა, როცა გაიყიდა, არ იყო ეს პირობები დაცული და როცა ჩვენ დავათვალიერეთ 2015 წელს, იქ უკვე ეს შაქრის ჭარხლის
ნაწილი, ასე ვთქვათ, ცეხი საერთოდ აღარ არსებობდა, განადგურებული იყო. თავშივე გათვლა იყო იმაზე, რომ შესაძლებელია შემოვიტანოთ ბრაზილიიდან ნედლეული ლერწამი და მისი გადამუშავება მოხდეს და ამავდროულად ამ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გემებით შემოიტანოს შაქარი და სეზონზე შეიძლება ესე ითმუშაოს, ნაკლებ სეზონზე სხვანაირად. მაგრამ მთლიანობაში თუ გვინდა რომ ეს საკითხი გადაწყდეს სწორად, კარგად დასათვლელია, რამოდენიმე პროექტი იყო და პრინციპში ყველა პროექტი მომგებიანი იყო, იმიტომ რომ არსებობს ხო ეკონომიკაში გარკვეული ესე თქვა ციკლური სქემა, ამ ციკლურობით მხოლოდ ერთი პროდუქტი არ მოდიოდა შაქრის ჭარხალი, მისი გადამუშავება ხდებოდა ერთ ნაწილში, მეორე ნაწილში მეცხოველობისთვის გამოყენება, კიდევ სხვა დანიშნულებით გამოყენება და ასე შემდეგ. მოკლედ, ესე თუ მიუდგებით და კარგად გავიაზრებთ რა სისტემამ, რა სტრუქტურამ უნდა იმუშაოს აქ და მივიღებთ იმ ასე ვთქვათ შედეგს. ეს იქნება საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს ამას, მაგრამ დანარჩენ სხვა შემთხვევაში მუდმივად იქნება პრობლემა. ეხლა ნახეთ რა პრობლემაა. აქ ფაქტიურად ჩვენ ურტყავთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იმ იმპორტიორებს, რომლებმაც შემოიტანეს ეს ყველაფერი რუსეთიდან ან უკრაინიდან, ძირითადად მცირე პარტიებით, თუმცა ბაზარზე მოცულობა დიდია და ისევ ანთავისუფლებთ სხვა პირობებში ვაყენებთ გემით შემოტანილს. ხო, ისევ ამ კომპანიას იგივე აგარის შაქრის ქარხანას მთლიანობაში რო ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაც წესებს არავისთვის არ ვადგენთ. არათანაბარი გამოგვივიდა ეხლა აი ამ სიტუაციაში და სხვა ქვეყანამ როცა ეს გაგვიკეთა, იგივე რუსეთმა ჩვენ როცა გაგვიკეთა, რომ ხორბალზე და დამატება მოგთხოვეზე, მაშინ ჩვენ აკინაღამ ავფეთქდით და წისქვილები გაგვიჩნდა. მოკლედ მთლიანობაში სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით ესეთი ჩარევა შესაძლებელია, თუმცა არ არის გამართლებული ჩემის მხრივ, მოსაფიქრებელია სხვა მექანიზმი, უფრო კომპლექსური და უფრო ვთქვათ შორს მიმავალი გეგმებით. ბატონო გოჩა, მიღმა აგარის შაქრისა ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები და ამ კუთხითაც გვქონია ჩვენ არაერთხელ საუბარი, მათ შორის მინდა ყურადღება გავამახვილო იმ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომლებიც გათავისუფლებულები არიან უკვე 10 წელია დაახლოებით დღგ-ს გადასახადისგან. ამ კუთხით ანგარიშიც იყო გამოქვეყნებული და იყო ამ გადასახადის არაეფექტიანობაზე საუბარი. თქვენ აკვირდებოდით პროცესებს წლების განმავლობაში, რა მოგვცა აღნიშნულმა გადასახადმა, რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები გამოვლინდა და დღეს 10 წლის შემდეგ, როდესაც არაეფექტიანობაზე მიდის საუბარი, ეს გარკვეულწილად შეიძლება თუ არა იყოს წინაპირობა იმისა, რომ გადასახადის გადახედვა მოხდეს. დიახ, აი ამ ნაწილშიც მივდივართ ისევ, ესე ვთქვათ, აი ესეთ კონსოლიდირებულ, გუნდურ, კომპლექსურ გადაწყვეტილებამდე, რატო? იმიტომ რომ მე მაგალითად, როდესაც აგრარულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, უღრმავდები და გარკვეული მექანიზმებით, ინსტიტუციურ წესებზე ვფიქრობ იმაზე, რომ რა შეიძლება, აი რამ შეიძლება გამოგვიყვანოს აქედან, რა სტრუქტურები უნდა მუშაობდეს და ასე შემდეგ, ხო? მაშინ არსებობს პრაქტიკაში მასტიმულირებელი პოლიტიკაც და გარკვეული შემაბრკოლებელი ვალდებულებებიც, თუ გნებავთ რეგულაციაც. აი ესეთ მოცემულობაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა გადასახადის შემოღება, განთავისუფლება, აწევა ან დაწევა უნდა გამოვიყენოთ კონკრეტულად იმ დარგის განვითარების, აი გრძელ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავიხედოთ წინ. თავის დროზე, როდესაც ეს შეღავათი დაწესდა, ხო, მაშინ ნახეთ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რომ 100.000 იყო, მერე 200.000, რას ნიშნავს? მე ვსაუბრობ, რომ უნდა გავერთიანდეთ, რაღაცა კლასტერი შეიქმნას, კოოპერატივი თუ ჰოლდინგი, იმიტომ რომ გათითოკაცებული სოფლის მეურნეობა ვერ მუშაობს და ამავდროულად შეღავათი მაქვს იმ ნაწილში, რომ არ გაფართოვდე და არ შექმნა დიდი პროდუქცია, ხო? იმიტომ როგორც კი შექმნი დიდ პროდუქციას, უკვე შენთვის აღარ გასწორდა შეღავათი. მოდიფიცირება როგორ შეიძლება მოხდეს, თუნდაც შეღავათების, რომ გარკვეულწილად აქცენტი გავაკეთოთ. ყოველთვის, როდესაც გამოწვევებზეა საუბარი, მივდივართ იქამდე, რომ კოოპერაცია შეიძლება იყოს გამოსავალი. როგორ შეიძლება, რომ მათ შორის ერთი მხრივ კოოპერატივები წავახალისოთ და მეორე მხრივ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ გადასახადის მოდიფიცირება ისე, რომ წახალისება მოხდეს კოოპერატივების საკუთრებით. ნახეთ, კოოპერატივები ამ შემთხვევაში შეიძლება არ არის პანაცია, თუმცა კოოპერატივებს აქვს ორი დადებითი მომენტი. ერთის მხრივ მიწის პარცელაცია შეიძლება დავამარცხოთ ამითი, ეს დანაწევრებული მიწები და მოვახდინოთ ეს თქვა მათი გაერთიანება და მეორეს მხრივ კოოპერაცია იძლევა საშუალებას ეგრეთ წოდებული ინკლუზიური ეკონომიკა განმოვითაროთ, მეტი ჩართულობა იყოს, ხო? აი ორივე ამ მოცემულობაში თუ ჩვენ ეს გვაინტერესებს, თუ ჩვენ
კონკრეტულ ტერიტორიებზე, კონკრეტულ რაღაც მიკროზონებში ვქმნით ამ კოოპერატივებს და იქ გათვლა არის საინტერესო კონკურენტულ პროდუქციაზე, ხო შეიძლება ეს ჯგუფები მოაქციოს შეღავათში, თუმცა უნდა იყოს გარკვეული პერიოდი, 5, 7 ან 10 წელი, მაგრამ ის რაც ახლა თქვენ ახსენეთ, ხო, რომ 10 წლის წინ ეს შეღავათი თუ 12 წლის წინ მივიღეთ, მაგრამ დანარჩენი რა გათვლა იყო და დანარჩენი რა ვიმოქმედეთ? მიიღო შემოსავლების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეს თანმიმდევრულად ჩვენ ქონდა გააზრებული, მოფიქრებული, რაც რა უნდა მოყოლოთ და თუმცა გარკვეული პერიოდი და საკმაოდ დიდი პერიოდი ეს ინერციით მიდის. კავშირი ერთმანეთთან არ ანუ დღეს დროა უკვე რომ გადააზრება მოხდეს მათ შორის იმ აუცილებელია რომ როდესაც გადასახადს ან შეღავათს ვაუქმებთ, გააზრება მოხდეს ამ დარგში, მის სტრატეგიაში, მის ასე ვთქვათ გეგმებში რა მოსალოდნელი, მაგრამ ამ მოცემულობაში უბრალოდ მიშვებულია ეს პროცესი. ზოგიერთები იძახიან რომ ფერმერმა იცის ეს ყოველ ჩვენი საქმე არ არის, აი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ. მე არა ვარ რაღაცა ისეთი ზედმეტი ჩარევის ან ზედმეტით სახელმწიფოს როლის, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში იმ ინსტიტუციური წესების გარეშე, იმ თამაშის წესების გარეშე, როგორც ქმნის ნებისმიერი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, ამ ჩარევის გარეშე, ამ სტიმულირების, ან შეზღუდვების, ან კიდევ სხვა მიმართულებების, ხო ჩვენ ახლა სანამ დავიწყდით ამაზე საუბარს, ვისაუბრეთ რძესთან დაკავშირებით რამდენი პრობლემა. ზუსტად ამ თემაზე მინდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ბოლო პერიოდში. ძალიან ზედაპირულია დამოკიდებულება, ძალიან ჩვენ ჩავრჩით აი წინა პერიოდში რომ მოიხსნა ყველანაირი კონტროლი, იმის გამო მოხსნეს კონტროლი, რომ კონტროლიერები კორუფციაში არიან ჩამულები. მე უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე დასავლეთი და ევროპა ამ ინსტიტუტებს პირიქით აძლიერებს. ანუ გარკვეულწილად შეიძლება ამ შემთხვევაში დერეგულაციასთან გქონდეს საქმე? აი სად შეიძლება იყოს? ანუ შეიძლება არ ვუყურებდეთ მაგალითად ბაზარს და არ ვაკვირდებოდით იმ პროცესებს, რაც წლიდან წლამდე მიმდინარეობს? დერეგულაციას რას გულისხმობთ ახლა თქვენ თვითონ პროცესში არ ჩავერიოთ? თუნდაც ზედამხედველობა, თუნდაც კონტროლი, ანუ შესაბამისად არ ხორციელდება, როგორ ფიქრობთ? აი ამ კუთხით გვაქვს ჩავარდნები? თუნდაც იმ მაგალითებიდან გამომდინარე, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში რძესთან მიმართებით ვნახეთ ჩვენ. ხო, აი ნახეთ აქ როგორ არის აცდენა ჩვენ ამ პროცესში სურსათ ეროვნული სააგენტო თანმიმდევრულად მიყვება, ხდება კანონის ჰარმონიზაცია, მიყვება ყველა იმ ვალდებულებას, დავალებას, არ არიან იმ რაოდენობით და იმ მოცულობით, რომ მეტი კონტროლი დააწესონ, არის კონტროლი პირობითად, თუმცა მოდით მეორე მხარეს შევხედოთ, თვითონ ფერმერულ მეურნეობების ნაწილში თუ ვითარდებით, იქ თუ გვაქვს ჩვენ აღრიცხვა, ვალდებულება, დეკლარირება, ტექნოლოგიები და არა ეს მიშვებულია თვითდინებით, სურსათ ეროვნული სააგენტო ყოველ წელს ანგარიშს აკეთებს, რომ ამ წელს შეუერთდა ამ კანონს, ამ წელს მიღებულია ეს ვალდებულება. აქავართ აცდენაში. თავის დროზე ქონდა მე და ჩემი მეგობრებს ცდილობა, რომ შეგვეთავაზებინა რამოდენიმე პილოტ პროექტი, სადაც მიკვლევადობის სისტემა და სერტიფიცირება იქნებოდა სავალდებულო და გამოვაჩენდით, რომ სტიმულს მივცემდით ადამიანებს, რომ როდესაც შენ გააქვს სრული მიკვლევადობის სისტემა, ტექნოლოგიური სქემა, ყველა მიცის როგორ აკეთებ, რანაირად აკეთებს, გექნება სპეციალური სერტიფიკატი, შენ იქნები მისაღებით, შენ იქნები მოთხოვნადი და ასე შემდეგ რაღაც მარკეტინგულ პლუსებს შეიძენ, ხო და დანარჩენებისთვის იქნება მაგალითი, რომ აი ეს რო აკეთებს 1, 2 და მე-3 სხვადასხვა სექტორში, შენც უნდა გადახვიდე ამ სისტემაზე, იმიტომ რომ ჩვენ DCFTA-ს ვალდებულებებში ეს გაწერილი გვაქვს და სადღაც გაჩერდება ეს, ხო, 27 წელს აი მაქსიმალურად ყველაფერი თავს მოიყრის. მაგრამ ნუ რატომღაც მოერიდნენ ამ სიტუაციაში ჩართვას, თითქოს ყველა დონეზე იყო შეთანხმებული, მინისტრთანაც, ყველასთან, ყველა თანახმა იყო, მაგრამ არ განხორციელდა ეს ყველაფერი, ამას გამონებით 5-6 წლის წინ იყო ძალიან აქტიურად ვცდილობთ ეს გაგვეკეთებინა. აი ნახეთ, ეს რო გააკეთო, აქ რო ვალდებულება, პასუხისგებლობა და ის ამაღლო, ხო? და სურსათ ეროვნულ სააგენტომ თავის საქმე გააკეთოს, ამის პარალელურად სურსათ ეროვნულ სააგენტოს უნდა ყავდეს მეგობარი კომპანიები პირობითად ჭყალებში მეგობარს ვიძახი, იმიტომ რომ როდესაც მე მიკვლევადი ვარ, როდესაც მე სერტიფიცირება მაქვს და ასე შემდეგ, მე კიდევ IP-ების მეშვეობით და სხვათა მეშვეობით სრულ კონტროლს ვაწესებთ ქვეყანაში, რომ ეს ქაოსი არ იყოს. საჭიროება პროცესი როგორ ფიქრობთ? სად არის მთავარი პრობლემა? ეს არის მათ შორის პოლიტიკური ნების ამბავი თუ რა შეიძლება იყოს? ძალიან ისეთ გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან სამინისტროში ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. მაინც არის პოლიტიკური ნება, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ აქ უნდა დამყარდეს წესრიგი, იმდენი მექანიზმია, იმდენი შესაძლებლობაა, რომ აუცილებლად დამყარდება იქ წესრიგი, მაგრამ ნუ აი უბრალოდ არის ამ ეტაპზე
გარკვეული ესე თქვათ აი ეს თვითდინების მომენტი, ევოლუციური განვითარების რეჟიმში ვართ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც აი რაღაცა ესეთი გარღვევა გჭირდება, რაღაცა დიდი ნახტომი გჭირდება. ამის გარეშე ეს არაფერი არ გამოვა. და აი რო შევაჯამოთ ახლა ჩვენი მოქმედება გადასახადებშიც და სხვა ნაწილშიც, ხო? აუცილებელია, რომ სახელმწიფოს კონდეს გარკვეული მექანიზმები მოფიქრებული, რა პროცესი როგორ უნდა ვითარდებოდეს. სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით ახლა მას დაემატა სოფლის განვითარება, ეს მხოლოდ მოთხოვნა მიწოდების რეჟიმში ვერ განვითარდება, ვერ დატოვებს სოფელს და მის განვითარებას მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნა მიწოდებაში და სოფლის მეურნეობა არის აუცილებლად კომერციული, თუმცა აუცილებლად სოციალური ელემენტებითაც, ხო? შენ უნდა ეცადო, რომ იმ დონეზე მიიყვანო ეს და ისეთი გამართული სტრუქტურა და სისტემა გქონდეს, რომ იქ უკვე მოგებაზე იმუშაო. მარტივი მაგალითები რო ავიღოთ, ჩვენ ხო გვაქვს ძალიან ბევრი მთიანი სოფელი, ხო? და ფაქტიურად განახევრებული კი არა, მოსახლეობაც არ ცხოვრობს. იტალიაში, შვეიცარიაში ისეთი ტიპის მიზნობრივი პროგრამები აქვთ, როდესაც იქ ხალხსაც ამაგრებენ, მიზნობრივად ეხმარებიან და იქ უკვე აღარ არის მან კონცეპტუალურად არის რთულად საცხოვრებელ ზონა თითულება ახლა. რამოდენიმე ესე ვთქვათ საფეხურად არის დაყოფილი. ამ შემთხვევაში ეს რთულად საცხოვრებელი უკვე მოგებაზეა გასულ ისეთ მაღალ პროდუქციის ძლევა. იგივე ალპური ზონაა და რძე სხვა გემოსია, იგივე სხვა ერთდროულად ბევრი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ერთი მიზნობრივი დახმარება. შესაძლებელი თუ ეს პროცესი არის გათვლილი, გაწერილი მიზნობრივი პროგრამით და არა ის პროგრამები, მე ამ პროგრამების ნაწილში მეც ვარ, თქვა, თანამონაწილე და ყოველთვის ვიძახი, პროგრამა არ შეიძლება იყოს 2 პუნქტიანი ან 3 პუნქტიანი, მოგეცი ეს ფული, მოგეცი ეს დახმარება, არა, პროგრამა უნდა იყოს რამოდენიმე პუნქტიანი, რამოდენიმე ეტაპზე, რამოდენიმე ფაზიანი და იქ მუდმივად უნდა იყოს მოქმედება და ჩარევა, ჩართვა, თუ გნებავთ მონიტორინგი, რომ შენ გახვიდე შედეგზე. შედეგი უნდა იყოს და არა უბრალოდ აქტიურობა. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი. საქმის კურსი კი 15 საათსა და 30 წუთზე. ამით დასრულებულია განახლებული ინფორმაცია 17 საათსა და 40 წუთზე. გებრუნდებით.